სოფელ ბუნიკაურის მკვიდრი მურმან ბარათაშვილი გვიყვება, რომ ჭიათურისკენ მიმავალმა ცენტრალურ გზაზე მომუშავე ჯორჯიან ამერიკან ელოიზის ტექნიკა დაინახა, ავტომანქანა გააჩერა და ტელევიზიას აცნობა. ადგილზე მისულებს ასეთი სურათი დაგხვდა. ჩვენი მოლოდინი ასეთია, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელი კოოპერატივი დააქცევს და რომელი კოოპერატივი დამაქცევს. მე შიმშილის მომხრებით თუ უგზოობით და ეკოლოგიური კატასტროფით. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. მოლოდინი ის არის, რომ სახელმწიფო ან აიძულებს იმ კომპანიას, რომელიც ამ ვანდალურ აკეთებს, ატარებს. ან თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ კერძო კომპანიის თუ ვიღაც კერძო რაღაც ფირმების მიერ დანგრეული და გაუბედურებული ქვეყანა თვითონ ააშენებს. ეს ცენტრალური გზაა და სამ სოფელს, ბუნიკაურს, სარქველეთუბანს და ზედარგანს ერთმანეთთან და ჭიათურასთან აკავშირებს. აი იქედან ის რა მამის მოწყვეტილი ეს და მიდის და მიდის დაბლა. ქვეშიდან გამოვიღეს ძირი. ქვემოდან 20 მეტრი მაინც არის სადაც მუშავებს. მაგრამ რა შედეგიც არის კი ხედავ. ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ზედარგანშიც. გზა არ გვაქვს. ტყე აღარ გვჩება. აი რო გაწვიდება, აი ფეხით გასვლა აულა არ შეიძლება უკვე ქუჩაში ესეთ მდგომარეობა არის. მანქანითაც ვერ დავდივართ ახლა. ყოველი ჭიათურაში ჩასვლა-მოსვლაზე 10 ლარს გადაიხდი მანქანის გასვლაში, მაგის საშუალება ვის აქვს? და რატომ უნდა დაგვაზარალო? ტყეში აი პამიდორისთვის რო გინდოდეს სარი ვერ მოჭი, აგერ ეს პიკაპები რო დაგვდევენ. და ესენი თხრიან ხეებს და მიწას აყრიან. ვინ ესენი? აი ეს კომპანია ვინც მუშაობს ახლა ეს მანგანუმი. მურმან ბარათაშვილი ბლოკი ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს სარქველეთუბნის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ეს სადგივარი, სოფლის სადგივარია. ეს სადგივარი რახან სოფლის სადგივარია, ასევე ქვევარია. და ამ ქვეყანაში თუ ჩვენ ქართველებმა უნდა ვიცხოვროთ და ვიცოცხლოთ, მნიშვნელობა არა აქვს. შიმშილით მოკლავს. თუ ეკოლოგიური კატასტროფა დააქცევს მთლიანად რეგიონს და ეკოლოგიური კატასტროფა უკვე დაწყილი და განვითარებული რომ არის ჩვენ ზონაში, ამას მეგონი ყველანი ხედავთ და ყველანი ვხედავთ. ადგილზე იმყოფებოდა სარქველეთუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. როდესაც წვიმიანი პერიოდი არის, ცალხიდიანი მანქანით გავლა შეუძლებელია. და აქ კიდევაც ხედავთ როგორი მდგომარეობაა გზაზე, როგორც მოგახსენათ პატრონმა მურმანმა, ამაზე ვიბრძოდით ჩვენ ადრეც, სანამ წვიმებული იქნებოდი მე და სამ მურმანის მაჟორიტარი დეპუტატი გახდებოდა, გზებით ბევრჯერ გადავკეთეთ წინა ხელისუფლების დროსაც, რომელიც შედეგი არ იყო. ეხლა ეს ხელისუფლება გვერდში გვიდგას, რაც შეიძლება, მაგრამ როგორც ასეთი ვერ შევძელით ამის შეჯერება. შეაჩერეს კოოპერატორები, რომლებიც მოსახლეობიდან მიქონათ მარგანეცდა. ამ ადგილას ადრე მოსახლეობის სავარგულები და საძოვრები იყო. დღეს კი ჯორჯიან ამერიკან ელოიზის კარიერია, აღნიშნეს ადგილობრივებმა. ერთი ძირს ჩამოვარდნილი ტოტის გულისთვის ადამიანს 500 და 2000 ლარიანი ჯარიმა მოუწერონ, ტყიდან რომ გამოიტანს. ეს საკმაოდ წარმოუდგენელი პრობლემა არის და თან ექსკავატორებით გინგრევდნენ ქვეყანას და მას არ იღებდა, იმიტომ რომ ეს მათი კონტური არისო, ეს კიდე ხოსასწაულია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა პარლამენტის წევრმა მალხაზ წერეთელმა. რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდა სარქველეთუბანი და ბუნიკაური, რომ საავტომობილო გზის გარეშე დარჩეს, სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ესეთი გულგრილი დამოკიდებულება სიტუაციისადმი, ესეთი შეუფასებლობა ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელების და საერთოდ მომპოვებლების ამ კომპანიის მიერ. მე კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ აღნიშნული საკითხები ცნობილია საქართველოს მთავრობისათვის. 5 ივნისს პირადად მქონდა შეხვედრა გარემოს დაცვის მინისტრთან ქალბატონ ხათუნა გოგალაძესთან. თითქმის საათნახევარზე მეტი გაგრძელდა ჩვენი საუბარი და თემა, რა თქმა უნდა, ძირითადი იყო ჯორჯიან მანგანეზის ამ კომპანიის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებული წესების უხეში დარღვევა. როგორც ჯორჯიან ამერიკან ელოიზის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი მზად არიან დაიწყონ კონკრეტული შემთხვევის შესწავლა. სოფელ ბუნიკაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს, მათი პროტესტი გზის სავალი ნაწილის დაზიანებამ გამოიწვია.
ისე მოსახლეობიდან თუ არ იგრძნო ძალა და პლუს მე მოსახლეობის გააქტიურების გამო მთავრობაც სულ ვამბობ ცოტა უნიათოთ არის ცოტა სუსტად არის ამ კომპანიის მიმართ სუსტად იმას არ ნიშნავს რომ კომპანიას ომი გამოუცხადოთ ჩვენ გვაქვს გარემოს დაცვის შესახებ კანონი წიაღის შესახებ გვაქვს კანონი ამ კანონებში რაც წერია იმის ნახევარი რომ შესრულდეს ჩვენ ვიქნებით უკეთეს მდგომარეობაში. შეწყვიტონ მუშაობა, სანამ არ მოაგვარებენ ზუსტად იმ ჰუმუსის საქმეს, რომელსაც როგორ კაც იმ დღეში 10-15 სანტიმეტრის ის არ არსებობს, კარგი ნიადაგი, რომელიც დაასაწყმონ და შემდეგ თავის გადახსნით და თავის გაფუჭებულს ისევ დაყარონ. ჩვენ ვითხოვთ, რომ გაასწორონ თავის გაფუჭებული საქმე, ისევ გააკეთონ და დაირგეს წვენარგევები. ადგილობრივები ჩივიან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მადნის მოპოვების შედეგად ხეები ცნადგურდება. მიწის ნოყიერი ფენის ჰუმუსის განადგურების შედეგად კი ტყეები უფრო და უფრო მწირი ხდება. აღარსად აღარ არის ტყე, ერთი კარტოფილის მუხნარი და ერთი ტყე იყო და ერთი ეს მუხნარი არის ემზებით კი რუარს კი. მეტის აღარ არის ჩვენთან ტყე. ან ტყეს აღარ არის, ან გზა და ან კვალი და ან რავესა და სასადარი. ადგილზე იმყოფებოდა კომპანია Georgian American Airlines-ის წარმომადგენელი. იქ მაქვს 16 კაცი სიაში, რომელმაც მოგმართ ხოვით, რომ თხოვთ დაამუშავოთ ჩემი ადგილი და გადავიხადოთ შესაბამის განსაზღვრება. იმის გარეშე მე ვერ წავედი კარები. არც მიოყარები, არც მიო. მე რა უფლება მაქვს? აქანა მივიყოლო ტექნიკა და მუშაობა დავიწყო. მასე ახლა რა ვისწავლო? თქვენ კერძო იმაში მუშაობთ? ეზოში. თუ მაგამ წარმოადგენენ დირექტორი. აბა გინდა 16 ის იყოს პიროვნება იმას რა უფლება აქვს რომ თქვა ეს საძოვარი გინდა ეს ტყე გადახსენ იმას მოაქვს საჯარო ეს გასწორება რომ ეს არის მისი კუთვნილი ტერიტორია და ამ დღეს მოჩერებია სამი სოფელი თაბანოს ტყე გერა აი აქედან მიღებული ჟანგბადი თუნდაც ჩვენ იგა ამასაც რო გადახსენ ხო გვინდა ჩვენს არსებობა რა სოფელ ბუნიკაურის მოსახლეობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს. დეპუტატმა მალხაზ წერეთელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ პრობლემას კიდევ ერთხელ დააყენებს მთავრობის ხდომაზე. მანგანეძეს ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან შევიკრიბებით კიდევ ერთხელ სამუშაო რეჟიმში გავივლით აღნიშნულ საკითხს. რა თქმა უნდა იქნება მოსახლეობის წარმომადგენლებიც დღესდღეობით კი მიღებული ასეთი გადაწყვეტილება, რომ სამუშაოები უნდა შეწყდეს და განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მიღებული იქნება ისეთი პირობები, რომელიც მისაღები იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის. სოფელ ბუნიკაურში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით დღეს კომპანია Georgian American Airlines-ის ადმინისტრაციამ შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან და პარლამენტარ მალხაზ წერეთელთან გამართა. განხილული იქნა და შესწავლილი იქნა მოსახლეობის პროტესტი, რომელიც აცვე თანხმებით და ასეთ შემთხვევებში ადგილი არ ექნება, სადაც გზა და სადაც ისეთი ადგილები ხალხმა უნდა იარონ, მანქანამ უნდა იაროს, გამოსწორებული იქნება და მეორე შემდგომში აღარ განმეორდებოდა. რაც შეეხება ძირითად ცენტრალურ სავალ ნაწილს, რომლის სარგებლობაში ჩვენ სარგებლობთ, ყველა სარგებლობს, უკვე პროექტი გაკეთებული არის ჩვენს მიერ Georgian მანგანეზის მიერ თითქმის ყველა სოფლების სადაც ჩვენ სარგებლობთ და ჩვენს ბალანსი არის ესეთი გზები. და ამისათვის უბრალოდ ფორმალური მხარე არის დარჩენილი იმის, რომ რაღაც კოლეგიალური შეკრება მოხდეს ამ იმაზე, რომ ეს გზის პროექტი დამტკიცდეს, რომელიც ალბათ რაღაც თვეებიც აღარ გასტანს რა და დაიწყება უკვე ძირითადი გზების შეკეთება და რომ მოსახლეობის პროტესტის გავითვალისწინოთ და გზაც იყოს ნორმალურ მდგომარეობაში. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. ქართული ოცნების კანდიდატები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებენ. ოცნების გამგებლობის კანდიდატმა ამჯერად შეხვედრები ჭიათურის ყველაზე დიდი სოფლის ხრეითის მაცხოვრებლებთან გამართა. სულხან მახათაძემ ხრეითის მოსახლეობას ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მობრძანებულია ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატი სულხან მახათაძე. პრობლემები ის არის, რომ რაღაც გზის პრობლემა, წყლის პრობლემა, რაღაც ჭაობი, გამოსაშრობი. მე გადაბერები როგორ არ მივიღეთ.
შეხვედრებზე სულხან მახათაძემ ადგილობრივებს ხრეითის მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ლაშხი წარუდგინა და გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა. მოვიარე თითქმის ყველა ოჯახი, ყველა უბანი მოვაწყეს შეხვედრები, გავეცანი მოსახლეობის პრობლემებს და ამ პრობლემებიდან გამოიკვეთა მთავარი, რომ ეს არის გზის შიდა სასოფლო გზების პრობლემები, სოციალური საკითხები. ყველაზე დიდი დაპირება ჩვენი მხრიდან გახლავთ ის, რომ უნდა განხორციელდეს მთავარი ძაბვის რეაბილიტაცია, ბოძების რეაბილიტაცია, რომელიც პრობლემებს უქმნის, ქარის შემთხვევაში ხშირი არის გათიშვა. ჩვენი მიზანი და მიმართულება რაც არის კიდევ რომ ის სოფლებისკენ მიმავალ ცენტრალურ გზების მშენებლობას ვახორციელებთ და რა თქმა უნდა ხრეითის მიმართულებითაც ის რაც ხელისუფლების დროს დატოვებული არის სახელმწიფოებრივი გზაში მთლიანობაში განვახორციელებთ ამ პროექტს რომ შევასრულოთ და ეს ხარვეზე შევავსოთ. და დამატებით ახლა ჩვენ ამ ზაფხულს უკვე ხრეითს უხსნით საბავშვო ბაღს, რომელიც ძალიან მალე უკვე აღჭურვილი იქნება თავისი ავეჯით და შესაბამისი ტექნიკით. და ყველა იმ პრობლემები, რომლებიც ამ ადამიანებს ასრულებს, მთლიანობაში ჩვენ ზავთავართ რომ მოეხმაროთ მათ და ეტაპობრივად მოაგვარებინოთ. ხრეითში გამართულ შეხვედრებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი ესწრებოდა. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატები გამარჯვების მოპოვება შეძლებენ. კოალიცია ქართულ ოცნებას აღებული აქვს ის გეზი, რომ მიმართულებები ძირითადად ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა ისევ პრიორიტეტად დარჩება. გაკეთდა ძალიან ბევრი, გასაკეთებელი ძალიან ბევრია. თვითონ სოფელს ადგილზე გააჩნია თავისებური მისთვის ამ სოფლისათვის დამახასიათებელი პრობლემები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. იმედი მაქვს, რომ და მჯერა კიდეც, რომ კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატები იქნებიან წარმატებული, ისინი მოვლენ უმრავლესობით ჩვენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ყველა იმ პრობლემას, რომელიც ხელიწიფება კოალიციამ ერთობლივად, გუნდურად გადაჭრილი იქნება და მოსახლეობაც კმაყოფილი გვეყოლება. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 დღეა დარჩენილი. არასამთავრობო ორგანიზაციის შენ დემოკრატიის წევრები ჭიათურაში იმყოფებოდნენ. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა გაერთიანების წევრები საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრებს შეხვდნენ. დღევანდელი აქ ჩამოსვლის მიზანი იყო გავცნობოდით კიდევ ერთხელ ჭიათურის პრობლემებს, გვესაუბრა ამ პრობლემებზე და შეგვეთავაზებია ჩვენეული გზები ამ პრობლემის მოგვარების და ცით რომ მალე არის თვითმმართველობის არჩევნები. აგვეხსნა რა საშუალებებს აძლევს ეს არჩევნები ჭიათურის მოსახლეობას და იმ მაღაროელებს, რომლებიც ძირითადად დასაქმებული არიან აქ. მეტნაკლებად ვიცოდით რა პოზიცია ჰქონდათ მათ, უბრალოდ ჭირდებოდა ისევ ახალი კომუნიკაცია, ისინი მზად არიან რომ რაღაც მოთხოვნები, საერთო მოთხოვნები აღმოგვაჩნდა. ამ საერთო მოთხოვნებისთვის ერთიანად რაღაც ერთი კომუნიკაცია ჰქონდეს და ერთიანად დავაყენოთ ეს მოთხოვნები, ბრძოლოთ ამ მოთხოვნების შესრულებისთვის. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვაში. ზოგადად მაღარო სიტუაციაზე და ასევე მათი პრობლემები განვიხილოთ ადგილობრივი არჩევნების ჭრილში. ანუ ჯერ გავახსენოთ რომ არჩევნები არის და ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი, რომელიც 15 ივნისს ჩატარდება. იმიტომ რომ აქ ვირჩევთ, ამ არჩევნებში ვირჩევთ ჩვენს ადგილობრივ წარმომადგენლებს საკრებულოში, ვირჩევთ მერებს, საკრებულოს თავმჯდომარებს, მაჟორიტარებს და როგორ აპირებს ეს ხალხი, ჩვენი მეგობრები, ჭიათურული მეგობრები, როგორ აპირებენ ამ არჩევნების გამოყენებას თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად. პროფკავშირის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ყურადღება მაღაროში არსებულ სამუშაო პირობებზე გაამახვილეს და განაცხადეს, რომ ისინი პოლიტიკას ემჯნებიან. დღევანდელი შეხვედრა ჩამოსული მეგობრებიდან უფრო მეტად იყო პოლიტიკური მხრიდან, მე რასაც გავემიჯნები, იმიტომ რომ ჩვენი პროფკავშირი არ არის პოლიტიკური მხარე და არ არის პოლიტიკური მოძრაობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არჩევნებზე არ მივდივართ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა როგორც ასეთი, რომ პოლიტიკამ და პოლიტიკოსებმა ჩვენ ჭიათურლებს
გაფიცვების შემდეგ ან გაფიცვის მერე მიმართვით და რამით არაფერი არ გაგვიკეთა აბსოლუტურად არც ერთმა ხელმძღვანელმა და აქედან გამომდინარე ჩვენ პოლიტიკიდან ძალიან შორს ვართ, არ გვაინტერესებს ეს პოლიტიკა, ჩვენ უფრო გვაინტერესებს ჩვენი ჭიათურლების და ჩვენი მაღაროელების ბედი. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები პროფკავშირების წერილს გაეცნენ, რომელიც ჯორჯიან მანგანეზის გენერალურ დირექტორს ველվել ლოზინსკის უნდა გაეგზავნოს. მიგვაჩნია, რომ უნდა დაიწყოს რეალური კოლექტიური მოლაპარაკებები პრობლემების რეალურად გადაჭრის მიზნით. ნათქვამია წერილში. შედეგი ის იქნება, რომ საქართველოში ადრე თუ გვიან აუცილებლად დემოკრატიული პროცესები განვითარდება და რაც მთავარია და ყველაზე ძირითადი დამოუკიდებელი ნამდვილად დამოუკიდებელი გაერთიანებული პროფკავშირები, რომელიც ძალას წარმოადგენს, აუცილებლად მივა იქამდე ეს ყველაფერი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ პროფკავშირებთან ითანამშრომლონ დამსაქმებლებმა. შეხვედრაზე იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია ჭიათურელთა კავშირის თავმჯდომარე შოთა გაფრინდაშვილი. ეს ხალხი ნეულების მაღაროებში მუშაობს, ან მაღაროს გარეთ მუშაობს, არ არიან გამოყოფილი არც ხელფასით, არც შრომის პირობებით, არც უსაფრთხოების წესებით და ადამიანს არც მთლიანად სამოქალაქო საზოგადოება არ არის გამოყოფილი. ყველაფერი რაც ხდება, მაგალითად გარემოსდაცვითი კუთხით, ხო? კუსნაბიჯით, შეიძლება არც კი მიდის, აკეთდება რაღაცა, მაგრამ მხოლოდ ძალიან უმნიშვნელო ჯორჯიან მანგანეზის მიერ და ერთეული შემთხვევებია. და ძალიან ბევრი რამეა აქ ჯორჯიან მანგანეზის გასაკეთებელი. შეხვედრა ჭიათურაში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ოფისში კითხვა-პასუხის რეჟიმში რამდენიმე საათი გაგრძელდა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა გია ასანიძემ ჭიათურაში მიმდინარე და დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. სანდრო კავსაძის სახელობის ჭიათურის პირველ სამუსიკო სკოლაში სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს ნიუარტი ასრულებს. ალბათ ამას მოქნება გაგრძელება შემდგომში, გაგვირემონტებენ საკლასო ოთახებსაც, გაგვილამაზებენ დარბაზსაც და დერეფნებს. 85 წელი უსრულდება 2 წლის შემდეგ ჩვენს სახელოვან სკოლას და ლამაზ გარემოში, ლამაზ ვითარებაში შევხვდეთ ჩვენს ამ საიუბილეო თარიღს. სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა ჭიათურის სამხატვრო სკოლაში. აქ სამუშაოები შპს ინდუსტრია 21-მა შეასრულა. წლების მანძილზე წყალი ჩამოვდიოდა და ვიყავით ასე გაჭირებულად და შეიცვალა მთლიანად ამ შენობის და ამ შენობას დანგრევის საფრთხე აღარ ემუქრება. ფანჯრები აღარ იკეტებოდა, კარებები აღარ იკეტებოდა, აღარ იღებოდა, ვიყავით გაჭირებულად ასე და ეხლა ყველაფერი გამოსწორდა. ინდმეწარმე სულხან მიქაცაძე ასრულებს სამუშაოებს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარბაზში. ბიბლიოთეკას წლების განმავლობაში ასეთი ყურადღება ნამდვილად არ მიქცევია, ჩატარდა უამრავი სამუშაოები, კერძოდ რემონტი ჩაუტარდა ცენტრალურ მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზს და საცავს, დაიგო იატაკი, ჩაისვა მინები, გარემონტდა წიგნსაცავი, მთლიანად მთელი წინახედი. დაგეგმილია სარემონტო სამუშაოების დაწყება იაშვილის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღში. ბაგაბაღი იხურება სახურავი მთლიანად შეიცვლება კარფანჯრები, მეტალო პლასტმასის კარფანჯრებით და რაც ყველაზე მთავარი და ჩვენთვის გასახარებელია, გვექნება ცენტრალური გათბობა. მაგრამ იმედია ჩვენი ხელმძღვანელობა არ დაგვტოვებს ამ ეტაპზე და მოკლე ხანში გვპირდებიან რომ შემოიხედავენ შიგნითაც და საბავშვო ბაგაბაღში ჩატარდება მთლიანად კოსმეტიკური რემონტი. გათბობის სისტემა დამონტაჟდა კულტურის ცენტრში. ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების სფეროში გზებზე მიმდინარე სამუშაოებიც მოექცა ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩებზე. აკეთება ფეხით მოსწრაფთუხის ბორდიორი და ტროტუარი და ანუ ეს საყდენი კედლები იყოს გამოყოფილი და გამოკეთილი ცენტრალური საავტომობილო გზიდან
მისასალმებელია ეს რაც მართლა კეთდება ამ დაკეცზე ეს მართლა მისასალმებელია და ეს აქამდე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა კეთდება 9 აპრილის ქუჩაზე. სამუშაოებს ფირმა გზამშენი ასრულებს. სამუშაოები თეიმურაზ ჭუმბურიძემ დაათვალიერა. 11 ქუჩა და შესასვლელი არის ეზოებში ეს იყო 11 ქუჩა სულ იყო თანხით 188,729 ლარი სატენდერო თანხა არის ეს. და ეს დავიწყეთ ჩვენ მაგის 2 თვე ქონდა ჩვენ ვადა და დაახლოებით ჩვენ 1 თვეში უკვე მაგ სამუშაო დავამთავრეთ რო ვთქვა ვადაზე ადრე დავამთავრეთ ეგ სამუშაოები და რომ ჩვენ თითქმის 2 წლიანი მუშაობით ვიმუშავეთ მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნაგუთის, აღმაშენებლის ქუჩისა და საჩხერის გზატკეცილზე მდებარე საყრდენი კედლებით დაათვალიერეს და ესწრნენ სოფელ წასრში გზის მშენებლობის პროცესს. კილომეტრი და 25 მეტრი არის 1025 მეტრი არის ჩვენი მონაკვეთი შერეული სიგანეებით. იმიტომ რომ მოსახლეობაში გადის და მაქსიმალურად შეეცადა ხელმძღვანელობა რომ მისულიყო ჭიშკრებამდე და მაქსიმალურად რომ დაფარულიყო საფარით ტერიტორია. ამიტომ შერეული გვაქვს სიგანეები დაახლოებით საშუალო სიგანე გზის არის 6 მეტრი და ალბათ საფუძვლის მოწყობა ყველაფერი როგორც კონსტრუქცია საფარის ქვეშ ყველაფერი გათვალისწინებული ესე როგორც აი საჭიროება სამუსიკო სკოლები, საბავშვო ბაღები, ბიბლიოთეკები ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო. ახლა წელს ჩვენ ფაქტიურად დავასრულეთ პირველი სამუსიკო სკოლის სახურავის საკითხი. ახლა კარფანჯრები იცვლება, გათბობა მონტაჟდება, ფაქტიურად ჩავიბარეთ დასრულდა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. საყრდენი კედლები დავით აღმაშენებელზე ასევე თვითონ მოაჯირები გაკეთდა, უკვე ჩავიბარეთ აღნიშნული ობიექტები. ჩვენ წელს ცენტრალურ სასაფლაოს მოაჯირი შეკეთდა შარშან ჩავიბარეთ, მაგრამ წელს უკვე ზედ მოაჯირი გაკეთდა. საყურლის წყარო. ეს იყო ჩვენი ძალიან დიდი ძალისხმევა, იმიტომ რომ ცუდ მდგომარეობაში იყო ამ წყაროთი სარგებლო თითქმის ნახევარი ქალაქი. და მართლაც რაც შეიძლება და ამ პირველ ეტაპზე კეთილ მოვაწყეთ და შემდეგ კიდევ არის გათვალისწინებული იქ სხვადასხვა სამუშაოების შესრულება. სამუშაოებს აქ შეპესე იბოლია ასრულებს, რომელმაც სატენდერო პირობების თანახმად სამუშაოები 15 ივლისს უნდა დაასრულოს. ეკონომიკა იმ შიშის პერიოდიდან გამოდის, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შექმნეს. ბევრი ინფორმაცია არსებობს იმაზე, თუ როგორ ატერორებდნენ ბიზნესს და რა ხერხებით ასრულებდნენ ბიუჯეტს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მედია საშუალებებთან შეხვედრისას და მათ 2014 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები წარუდგინა. ნოდარ ხადურის თქმით, 2014 წლის პირველ კვარტალში მთლიანმა შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 2013 წელთან შედარებით აჩვენა, რომ 605 მილიონი ლარით მეტია, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელზე 1,97 მილიონი ლარით. 2014 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 6,9 მილიარდი ლარი. თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ, ხვდებით ალბათ წითელი ფერი 2012-ია, როცა ეკონომიკა გარბოდა და ლურჯი არის გაჩერებული ეკონომიკა, როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ და ხედავთ, რომ ზრდა საკმაოდ თვალსაჩინოა და მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი ასეც გაგრძელდება, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა გამოდის იმ შიშისა და დაშინების პროცესიდან, რომელშიც ის ნაციონალურ მოძრაობას ყავდა და ძალიან ბევრი ინფორმაცია ამის შესახებ არსებობს, თუ როგორ აშანტაჟებდნენ ისინი ბიზნესს და თუნდაც როგორ ასრულებდნენ ბიუჯეტს. და თქვენ ხედავთ, რომ საკმაოდ სერიოზულია მატება. მინდა გითხრათ ასევე, რომ 2014 წლის იანვარ-აპრილში ეკონომიკის აქტივობა დარგების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა. სოფლის მეურნეობაზე არის 31%, მშენებლობაზე 28,6%, ოპერაციები უძრავი ქონებით და იჯარით დაახლოებით 19%, სამთო და დამამუშავებელ მრეწველობაში დაახლოებით 14%.
შევისწავლით, რატომ შემცირდა კაზინოებში ბრუნვა ხალხი ნაკლებად დადის, თუ სხვა ფაქტორია, განაცხადა ნოდარ ხადურმა და აღნიშნა, რომ აპრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლება მხოლოდ აღნიშნულმა სფერომ არ განაპირობა. მინისტრი განმარტავს, რომ 41%-იან კლებაში, რომელიც კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევის სექტორს მოიცავს, ძალიან დიდი იყო თბილ სერვისის ხვედრითი წილი. 6 ივნისს საინფორმაციო სააგენტოების ნაწილმა მინისტრის კომენტარი გაავრცელა, რომლის მიხედვით ხადური აპრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირებას კაზინოებში ბრუნვის შემცირებას უკავშირებს. დღეს სწორედ ამ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ჟურნალისტებთან შეხვედრისას. აპრილში -41% იყო კომუნალურ მომსახურებასა და სათამაშო ბიზნესში. კლება დანარჩენი მაჩვენებლები აქ არის და მე მათზე დიდ ყურადღებას აღარ გავამახვილებ, უბრალოდ გეტყვით, რომ 41%-იან კლებაში ძალიან დიდია თბილ სერვისის ხვედრითი წილი. ეს არის თქვენ მოგეხსენებათ, რომ წინა პერიოდში მისი ანაზღაურების წესი განსხვავებული იყო და მიმული იყო ელექტროენერგიის მოხმარებაზე. შესაბამისად, ეხლა არის ფიქსირებული ტარიფი, ამიტომ მისი შემოსავლები ამ მიმართულებით შემცირებულია. ისევე როგორც სათამაშო ბიზნესზე და დაახლოებით 0.7%, ანუ იმ მაჩვენებელში არის მოდის აი ამ ორ სფეროზე. მე თავშევიკავებ კონკრეტული კაზინოების ჩამოთვლისაგან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამსახურები შეისწავლიან, თუ რატო არის შემცირებული ამ კაზინოებში ბრუნვა. ეს არის იმის გამო, რომ ხალხი არ დადის თუ იმის გამო, რომ ადგილი აქვს სხვა რამეს. ამიტომ ეს შეიძლება ერთგვარი გაფრთხილებაც იყოს იმ საწარმოებისათვის, რომლებსაც შემცირებული აქვთ ბრუნვა აპრილის თვეში. საქართველოს შეიარაღებული ძალები ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში ჩაერთო. ჯარისკაცები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა. მან ქართველ სამხედროებს მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ქაბულში ბაზა ფენიქსზე 6 თვის განმავლობაში ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ევროკავშირის მისიისთვის კი დამატებითი მომზადება მათ ეროვნულ სასწავლო ცენტრში კრწანისში გაიარეს. არიან მოტივირებული, მომზადებული, საკმაოდ გამოცდილი, უმეტესობა მათგანი ამყოფი ავღანეთის მისიაში, ასე რომ ეს მისია ჩვენთვის არც პირველია, არც დაუძლებელია. გათვისნობიერებული გვაქვს მისიის სირთულე, ვიცით თუ რა სიზნელებს შეიცავს ეს მისია და ჩვენი ქვეყანაყოფის ზადა იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული ამოცანა. გადასროლისწინა ორთვიანი სწავლება პატრულირებას, საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობას, ბაზის დაცვას და სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. სწავლებაში ასევე 2 ფრანგი ოფიცერი იყო ჩართული. მათ ქართველ სამხედროებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.